მოგესალმებით, დიდი სიყვარულით, პატივისცემით. დღეს არის ჩვენი აი ესე ნაუცბადების შეხვედრა, შეიძლება ასე ითქვას, ექსპრომტად და თვითონ შეხვედრა კი ექსპრომტად არის, მაგრამ ის რასაც ეზღუდება ჩვენი დღევანდელი ღონისძიება, ეს არის მარადიული და უხდავი თემა, ქართველი და ებრაელი ხალხის საუკუნოვანი, მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და სიყვარულის დღე არის დღეს. ამ თვეში, ოქტომბრის თვეში მოგეხსენება ძალიან საინტერესო დღეები იქნება ისრაელში. ეს არის ქართული ხმები საქართველოდან, ისრაელიდან და ამ საოცარი ღონისძიების ორგანიზატორი არის კავშირი და საქართველოს ძველთა კავშირი. ორი ორგანიზაცია, რომელმაც მინდა ამორმა ორგანიზაციამ საოცრად კარგად იცის ფასი ქართველი და ებრაელი ხალხის ურთიერთობის, მეგობრობის და იმის, რომ სადაც ჩვენ შორის სიყვარული და სიტყვა იქნება ელჩი, იქამდე უხდავი იქნება ამ ორი ერის მარადისობა და მე ვფიქრობ, რომ ებრაელი ხალხი ეს უძველესი ერი მარადიულია და ქართველი ხალხი ეს უძველესი დიდი კულტურის მქონე ერი მარადიულია. ასე რომ მარადიულად იქნება ჩვენ შორის კიდევ და დავუახლოვთ თითოეულ იმ ხიდის შედეგს ჯერ დიდი წარსული და დღემდე ვის ხელი შეუწყო სიყვარულს და მისი სიყვარულის მაგალითაც ჩვენ დღეს აქ ვართ გაერთიანებული. მე მინდა მივულოცო ჩემს ძვირფას ქართველ ებრაელებს და ჩემს ძვირფას ქართველებს, ვინც არის ახლა ისრაელის მიწაზე, ეს ლამაზი დღეები და აქედან გაუგზავნო სიყვარული და ის ჯილდოები, რომელიც ჩვენი ძველთა კავშირის გადაწყვეტილებით სწორედ ისრაელის მიწაზე ძვირფასეს ადამიანებს ეხება. პირველი ბედნიერება, რომ სწორედ გასაგზავნად არის საქმე და ბატონი იცხაკს პირადად გადაცემ ამ ჯილდოს. ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია და ოქროს მედალი გადაეცემა ბატონ იცხაკს. იმ დიდი ქართველი, ებრაელი და საერთოდ სამყაროს წინაშე საოცარი პიროვნება, ადამიანი, რომელიც უფალმა გამორჩეული ნიჭით გააჯილდოვა და ნაპოლეონის საზოგადოებრივი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის და ქართულ ებრაულ კულტურის ეთნოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ილია ჭავჭავაძის ოქროს მედალი მინდა გადაცემ ჩემს ძვირფას. Bravo. ჩვენი ქართველებისთვის საოცარი სახელი და თქვენთვისაც ვიცი რაოდენ მნიშვნელოვანია. ძალიან ჯერჯერ სიტყვა და ეს ისრაელის ძველთა კავშირის საზოგადოების ამაღლებას, ხელმძღვანელს, დამაარსებელს და სულის ჩამოყალიბებას, შემდგომას მეგობარ და კოლეგას, ბატონ რობერტ ჯიოჯოს. მისი დამსახურება ძალიან დიდია. მისი ხალასი უსწრაფი დაბოჭებულება ჩვენი ორგანიზაციისადმი, ჩვენი ურთიერთობებისადმი და მომაკვდინი ბევრი რამე შეცდომა. ასე რომ ისოე პროდუქტი გარანტიული მოღვაწეობა
ისეთი შემართებით, როგორც შემართებით დღემდე. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გულთა კავშირის საზოგადოების საკოორდინაციო ბიუროს ხელმძღვანელს ვეთქვი პროფესორ ლადო ჭელიძეს. მან გარკვეული მუშაობა გასიარა ეს ყველაფერი ეს ორგანიზაცია ყოფილიყო და ჩვენ გიხილეთ თქვენ და თქვენ უსაუბრებით ჩვენ. მეგობრებო, დღეს ჩვენ მოქმედებთ და ჩვენი მოღვაწეობა მიმდინარეობს შეერთებულ შტატებში. კერძოდ ქალაქ ვაშინგტონში. დღეისათვის გამოცემულია ვაშინგტონში 45 ტომი იმ ძირითადი პროექტის, რომელიც ჩვენ ჩამიფიქრეთ მე-20 საუკუნის დასასრულს. და ამაზე მე ვილაპარაკებ და ძალიან მოგხსენებთ, რომ როცა ჩვენი მეორე სამეცნიერო მთავრობა ეცემოდა ისრაელში 91 წელს, ჩვენ გარკვეული დილემის წინაშე აღმოჩნდით, აღმოსავლეთ რომ გრძელებინა ჩვენი შემოქმედება, ჩვენი მოქმედება, მანამდე ვიყავით ჩვენ აი ამ პოლიტიკურ ასპარეზზე და ამას რამდენადმე ვუზარევდით, ვუწყავდით აი ამ ჩვენ შემოქმედებას, სამეცნიერო კვლევას და ძიებას. ახლა აი ამ მომენტში ჩვენი ძირითადი მიზანი იყო მოგვენახა ის ღერთი, ის პერკეტი, რომელზეც აიგებოდა, რომლის ირგვლივ აიგებოდა ჩვენი მომავალი შემოქმედება და ჩვენი მომავალი ნაშრომები გამოიცემოდა სწორედ ამ ეგიდის ქვეშ. ეს ღერთი ჩვენ მოვნახეთ. ახლა ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ ტექნოლოგიის საზოგადოების ბაზარს და მე ძალიან მოხებული ვარ ასეთი საუბრისათვის. რა თქმა უნდა, ეს არ იყო ადვილი აი ამ ღერთის, აი ამ ძირითადი პროექტის მოძებნა, მაგრამ ჩვენ ძირითადად ვეფხადებოდით იგივე მოსეს, ანუ ისრაელიზმის უნივერსალური ფენომენოლოგიის აი ამ ძირითადი ჭრილს. ეს იყო გამოცხადების ფენომენი და ესა გამოცხადების ფენომენი და სწორედ აი ამ გამოცხადების ფენომენზე აგებული აი ეს 45 ტომი, რომელიც ჩვენ გადავეცეთ აკადემიასთან ტომი მუზეუმს და ახლა ერთ ტომს ჩვენ გადავცეთ მაღალას ეკონომიკას ესეთი წერილთა კავშირისათვის. ამ ტომის ჩვენ სხვა ტომებს თანდათან შემოვიტანთ, ეს დიდი ელექტრონულადაც კეთდება და ჩვენ ვეცდებით რომ ყველა ტომი შემოვიდეს აქ 45 ტომია დღეს გამოცემული ვაშინგტონში, შეერთებულ შტატებში. და ეს ისე კი ამის ლოგისტიკურად ამის მომდანა ამოდება და ყველაფერი საკმაოდ ძნელია. ეს ხონა და ასე რომ ვეცდებით რომ თანდათან ესე იგი შემოვიდეს ყველა ტომი ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც კი ეს უნივერსიტეტი, აკადემია, წერილთა კავშირი, მუზეუმი და სხვა. ასე რომ აი ამ ტომის ძირითადი გამოსავალი, ძირითადი სახელწოდება, ტიტული არის რეველაცია, ეს გამოცხადებას ნიშნავს და აი ამ გამოცხადების ფენომენზე ავაგებთ ჩვენ მთელი ეს ნაშრომი. მაგრამ ამ ნაშრომის ირგვლივ ჩვენ შევეცადებთ მოგვეცია მიგვეგვია ყველა ის მასალა, რომელიც შეეხება მსოფლიოს გლობალურად 40,000-მდე ტომს, ანუ ეთნიკურ ერთეულს. ესე იგი, ამ ეთნიკური ერთეულების ეს იქნება აფრიკის კონტინენტი, ამაზონია ამერიკაში, ჩრდილოეთ ამერიკა, წყნარი ოკეანეთი, ავსტრალია, ავსტრალია და სხვა. ესე იგი, ყველა თითოეული ეთნიკური ელემენტი ეს ტომი ჩვენ ვინდრეს ჩვენ გარკვეული კონტაქტები, არა ფიზიკური, მაგრამ აი ეს საფრთხე კონტაქტები დავამყარეთ. ძირითადად გამოვიყენეთ ჩვენ მსოფლიოს წინსაცავები, დასავლეთი ევროპა, პარიზი, მილანის მუზეუმის ბიბლიოთეკა, რომი, ბერლინი და ძირითადად შემდეგ მოგვიანებით უკვე შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკა და სხვადასხვა არქივები. და სწორედ აი ამ ფაქტურად ორი დეკადა გავიდა, ორი ათწლეული და აი ორი ათწლეულის განმავლობაში მოხდა ეს ინკუბაცია. და ასე ჩამოყალიბდა ჩვენი ცნობიერება ამ ნაშრომის გარშემო. რომ აი რაც მოხდა მაშინ ისრაელური გამოცხადების ფენომენი, რომელიც ესე იგი განხორციელდა მოსეს დროს,
ფაქტიურად 3000 წელი ჩვენი დროიდან აქედან ეს გამოცხადების ფენომენი გახდა უნიკალური და ამ გამოცხადებამ აღმართა ბარიერი ყველა იმ მითოლოგიურ წარსულსა და ფოლკლორს და აი იმ ნარატიულ ლიტერატურას შორის, რომელიც იყო ესე იგი მოალოდნელი ჩვენ მესოპოტამიაში შუმერები, ელამები, ხეთები, ასურები, აქადები, ურარტუელები, ამიერკავკასია და სხვა. და აი იმ რელიგიური უკვე მე ვიტყოდი წარმონაქმნების შორის, რომლებიც წარმოიშვა აღმოცენდა ფაქტურად ისრაელისგან. მე მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმ მოვლენას, რომ ჩვენ ძირეულად ვანსხვავებთ, უკეთებთ დიფერენცირებას ორ მოვლენას შორის, ეს არის ისრაელიზმი და იუდაიზმი. ეს სხვადასხვა ცნებებია მეგობრებო და არ უნდა აღვივიოთ ისინი ერთმანეთში. რადგანაც რომელი იუდეო-ქრისტიანული თეოლოგია ესე იგი აი ამ გზით მიდის, ესე იგი ფაქტურად ეს რელიგია მოიცავს რეველაციას, ესე იგი გამოცხადებს, მაგრამ რელიგიამ შეუძლია თავისთავად დააყენოს გამოცხადებაზე ზემოთ. გამოცხადება უფრო მეტია, უფრო ზემოთაა, ვინმე რელიგია, რელიგიები უმრავია ჩვენს გარშემო რა. ეს არის იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, ბუდიზმი, შინტოიზმი, კონფუციანიზმი, ტაოიზმი ჩინეთში. არ ვიცი, აფრიკული სამყაროებები, რელიგიები არ დარჩა აფრიკაში არც ერთი ტომი, რომლის სამყაროება და რელიგია ჩვენ არ შევისწავლეთ. მით უმეტეს აგრეთვე მათი ენა, რამდენადმე პოლიტიკური ჟღერადობა, მათი ნარატიული ფოლკლორი, მათი მითები, ზღაპრები, ისტორიები და სხვა და ტრადიციები რა თქმა უნდა. ის რაც მოხდა აი ამ გამოცხადების დროს, ეს პირველი გამოცხადება, რომელმაც აი ეს ბარიერი ააგო მითოლოგიურ წარსულსა და ესე იგი შემდგომ პერიოდებს შორის, ეს იყო ძალიან ნიშანდობლივ სიმპტომატურად და მაშინ მოხდა ისეთი რამ, რომელსაც იქონია ძალიან დიდი გავლენა აი ამ ნაშრომის ჩამოყალიბებაზე. ეს არის ეგრეთ წოდებული თეორია, ებრაულად ეწოდება მას შირათ აკელიმი. ჭურჭლების სვრევა. ძალიან მეტაფორიკაა, ასე ვთქვათ, ჭურჭლების სვრევა. და რას ნიშნავს ეს? 1550 წლებში წმინდა მიწაზე ჩვენთან ისრაელში მოღვაწეობდა უზარმაზარ პიროვნება რაბი ისრაელ აშკენაზი ლურია. იგი ახალგაზრდა გადაიცვალა და მას შექმნა დიდებული სკოლა, კაბალისტები. ის იყო შუა საუკუნეების კაბალისტიკის აღორძინებისა და მისი ესე იგი ძალიან დიდი წარმატების პერიოდი. მაშინ ჩამოყალიბდა აი ეს ძირითადი მიმართულებები კაბალისტიკაში, რომელიც მომდინარეობდა 2000 წლის წინ, როცა რაბი შიმონ bar Yochai შექმნა ზოარის წიგნი. ზოარი არის პირველი წიგნი, ძირითადი ფუნდამენტალური ლიტერატურული ნაშრომი, წიგნი, ეს 24 ტომზეა ის გაშლილი, აი ამ კაბალის შესახებ. ესე იგი ეს თეოსოფია, მისტიკა, ოკულტიზმი, ყველაფერი შექმნილი ერთად. აი ამის საფუძველზე ააგო რაბი ისხაკ აშკენაზი ლურიამ თავისი თეორია. ეს თეორია ითვალისწინებს იმას, რომ აი მაშინ როცა მოსე გამოიყვანა ხალხი ეგვიპტიდან, ეს ისრაელი იყო მაშინ არც ისე აგრაფინირებულ ფორმაში და ისრაელს უნდა განიცადა რაღაცა პოლიფილტრაცია და ესე იგი მოსე აყენებს აი ამ თავის ერს, აი ამ ეგზოდუსის შემდეგ ეგვიპტიდან რა მონობიდან გამოდიან ისინი, ეს აიგოთე აფრიკის ქვეყანა და ისინი მერც უკანი ესწრება მოსეზე ეუბნება, რომ ხალხი წარმოაყენე, მე უნდა გამოვეცადო მათ, ეს ხდება მანიფესტაცია უბანი უზენაესის. აი ამ ვითარებაში ხდება ის, რომ ისრაელი როგორც ერი, როგორც აი ეს ჩამოყალიბებული ეროვნება, ერთეული წარმოადგენს გარკვეულ ჭურჭელს. და ეს ჭურჭელი, ამ ჭურჭელმა უნდა მიიღოს აი ეს უსასრულო მისტიკური, აი ეს დიდი შუქი, ნათელი,
რომელიც გამოსილდება უზენაესი უფლისაგან. მაგრამ მოხდა ის, რომ ეს უსასრულო შუქი ელსოფ ებრაული იმდენად ჭარბი იყო, იმდენად მომეტებული იყო, გაზვიადებული იყო, აღმატებული, რომ აი ამ ჭურჭელმა, რომელიც იყო ისრაელი, ვერ გაუძლო აი ამ შუქის შემოტანას, შემოფრქვევას და დაიწყო. დაიწყო და ეს მას ნიშნავს, რომ ფიზიკურად, როცა ისრაელის სამეფო განადგურდა და იუდეას სამეფო გამოეყო ისრაელს, შომრონის სამეფოსა და აი მაშინ მერვე საუკუნეში ძველი წელთაღრიცხვით მოხდა ამ 10 ტომის განგრევა მსოფლიოში გლობალურად. ამ 10 ტომმა აი ეს დამსხვრეველი ფაქტურად არა ეს რაც მაშინ განიგნა თან წაიღო და განავრცო მსოფლიოში და ყველგან ეს დაილეკა და შტაინტკა აი ამ ტერიტორიებზე, ამ კონტინენტებზე. ამასთანავე აი ეს დებულება ითვალისწინებდა აი ეს მოძღვრება რამე იცხაკაშვილის გურიას ხო აი როცა ეს განიგნა ეს დაფეწყლებიო არა აი ჭურჭელი დამსხვრეული ესე იგი რა იქნება მომავალში მას ჰქონდა მესიანისტური წვდომა და აი ამ თვალსაჩინოს საფუძველზე მან ჩამოყალიბა ასეთი დებულება რომ როცა შესაძლებელი გახდება აი ამ ეთნიკური ელემენტების რომლებიც არის გამონებული მსოფლიოს ყველა კონტინენტზე აფრიკა, აზია, ამერიკა, ავსტრალია ყველა ეთნიკური ელემენტის მათი საკუთრებების მათი სამსოფლო კოდექსის შესწავლა და გამთრიანება ერთ წელობაში აი ამ ჭურჭელში აი ჭურჭელი გამთრიანდება და მაშინ მოხდება ის რომ დაჩქარდება მესიის მოსვლა. ესე იგი ეს არის ფაქტურად მესიანისტური თეორია, რომელიც ემყარება ესე იგი ფაქტურად აი ამ salvation რომელიც ესე იგი აი ამ ვინ არის ესე იგი მაცხოვარი, რომელიც ცოტა უშველოს ყავს და დაარჩენოს ყავს შველის თეორია, ეს რა შველის გადარჩენის თეორია და მესიას ერის მსოფლიო. ამ მესიანისტურ საკითხებზე მარტო კონგრესის ბიბლიოთეკაში არის დაახლოებით 10,000-მდე წიგნი და მონოგრაფია სხვადასხვა ენებზე. ესე იგი ჩვენ ეს დავამუშავებთ. არის ბევრი კონტროლექციები იქ და აქ. და ამიტომ ეს წიგნი უკვე ეს ნაშრომი უნდა ტრანსცენდირდეს ყველა იმ თეოლოგიურ, რელიგიურ მოძღვრებას თუ დებულებას თუ თეორიებს, რომლებიც დღემდე იქნა წამოყენებული ჩვენთან. მაგალითად, საერთოდ მსოფლიოში, მსოფლიოში, სადაც კი ალგორითმით ევროპა იქნება, რუსეთი თუ შეერთებული შტატები. აი ჩვენ გვინდოდა ეს ბარიერი გადაგველახა. და აი ამ 25 ტომში ჩვენ შევძელი დღეისათვის და მუშაობა კიდევ გრძელდება. 60% დაახლოებით აი მსოფლიოს ეთნიკური ელემენტების მოცვა. მათი საკუთრებების დამუშავება, მათი რელიგიური კონცეფციები, მათი ნარატიული ლიტერატურა, ფოლკლორი, ყველაფერი ის რაც კი ეს მითოლოგია რა თქმა უნდა და აი ამ სახით ჩვენ ჩამოყალიბეთ აი ეს ჩვენი ნაშრომი. ასე დაიწერა ეს საკმაოდ ძიმე პროცედურა იყო ეს ახლა თვითონ ეს პროცესი იყო ძიმე და ბევრი წინააღმდეგობის და ბევრი სიზმრის გადალახვა მოგვიყვება ჩვენ იქ შეერთებულ შტატებში ეს იყო ფიზიკური სიზმრები, მატერიალური სახით, მორალური, ყველანაირი. მაგრამ დღეისათვის ჩვენ ვაგზავნებთ ამ შეფასებას. და გვინდა რომ ჩვენ ამოვწუროთ გლობალურად და არც ერთი არსებული თუ არსებადი ტომი ეთნიკური ერთეული არ დარჩეს, რომელიც ჩვენს ასე ვთქვათ ყურადღების სფეროში ან ორბიტაში არ შემოვა. ყველა ტომს აქვს გარკვეული მიდრეკილება, თუ რაღაც მინიშნება აი ისრაელის უნივერსალიზმისაკენ. აი მოხდა ის რომ ესე იგი შემოგებრება რომ ისრაელიზმი როგორც თავისი წინასწარმეტყველები, მოსე დამწყებული, დავიდი, თავისი ფსალმუნები, ისაია, იერემია, ეზეკიელი, ამოსი, შვები, ისინი უნივერსალისტები. ისინი არ კეტავდნენ ისრაელს
ვიწრო ეროვნულ ეთიკურ შახშოებში არ ეუბნებოდნენ ჩაიკეტეთ და ჩაყდით თქვენში მასში თქვენში მოიხსნათ. ჩვენ უნდა აიღოთ როგორც ევროპული დაიწყებები რენესანსის მაგალითად ჩვენ უნდა აღმართოთ დროშა რომელიც დროშა განათლების წინსვლის შუქების აი ზოგადად ყველა ერთს უნდა მივხვდეთ ეს იგი ყველა ერი უნდა გაერთიანდეს ერთიანი უფლის ქვეშ. აი ეს იყო ძირითადი მოტივი. ამიტომ რომ წესასწაული ამბობს ყველა წესასწაულის მიღებამ ამბობს ყველა უსწრებს ხალხს აი ამ მოვლენას. Adonai elefatul basari yavo უფალო მერთო ყოველი ზეპორციელი შესკენ მოეშურება. ყველა არა მარტო რუსია, ყველა ქართველი რუსი სხვა ყველა გამოჩება თავისი ეთიკური, რასობრივი, სოციალური თუ სხვადასხვა ამ ინდიკაციებისა და ამ ფაქტორებისა. ყველა იქნება ამიტომ წინასწარმეტყველი ასე მიაწერენ უფალო მერთს განცხადებას რომ ის ამბობს თვითონ უზენაესი გოვა ჩვენ უწევთ იეჰოვა რა და ჩვენ ამბობთ იუსკე ვაფკე ეს წარმოუდგენელი ცნება ფაქტურად კონცეფტი პეთი მე თეფილა იკარები ყოლაანე ჩემი სახლი იქნება ნაწოდები სახლი ყველა ერისა ყველა ხალხისა აი ეს ძირითადი მიზანსაკმაობა ახლა მოხდა ის რომ აი ეს ჭურჭლების სკვლევა და გამოცხადება დარჩა იქით და ამის საფუძველის შემდეგ როცა ევოლუცია დაიცადა ისრაელიზმი დაკნინდა ისრაელის სამეფო განადგურდა და სხვადასხვა მოხდა ერთი ტრაგიკული მომენტი რომელსაც არც ყურადღებას თეოლოგები არც ქრისტიანული და არც იუდაისტური ხაზიდან ის რომ 300 წლის განმავლობაში იუდეას სამეფო აი ერთი ტომ იუდეა იგი ებრძოდა ისრაელის სამეფოს ეს იყო შუქი და ზოგადად მოყოლებული მეცხრე საუკუნე და დამთავრებული მანამ სამეფო იუდეას სამეფო განადგურდა ბაბილონის მიერ იუდელებმა გააკეთეს ყველაფერი და დაემთხოთ ისრაელის სამეფოს შორით და ყველაფერი მოდიოდა დავითიდან. დავიდი იყო საერთო მონარქიის, ისრაელის მონარქიის მეფე და სოლომონის მერე ეს განიყო და დაგნინდა და ყველაფერი დავიდა ძალიან სულ პრაქტიკულად განვითარდა ეს. ბიბლია ამაზე ეხება. წინასწარმეტყველის ტიგრები, მეფეთა ტიგრები და მეორე სამუელ წინასწარმეტყველის და მეორე საჯულები. ბიბლიის ისევ ცირობის თარგმანებში გამოგედი გაფუ. იახდა იუდას ტომი. თუმცა ეს იყო ხელმძღვანელი ტომი, აღმართველი ტომი, რომელიც ფაქტობრივად შეუძლებოდა სხვა ყველა ტომებს. აი ასეთ პარამეტრებში მოხდა ის, რომ თვითონ იუდეა სამეფოს განადგურდა, იწყება ჩამოყალიბება იუდაიზმის, δηλαδή იუდა ან ერთ ტომზე აგებული საკუთრება, რომელიც ალიტება მითაც იუდაიზმი. იაკობ. მაშინ თუ ეს ასეა, ლოგიკურად უნდა ყოფილიყო რომ არა მარტო იუდა არის საკუთრება, არამედ სხვა ტომები, ნაფტალი, შიმონი, ლევი, ისახარი, აშერი და სხვა. 12 ტომი იყო და იუდამ აიღო ეს ყველაფერი. იუდაიზმი გაქვდა აი ამ ყველაფრით იარდას. და კიდევ მოვიდა შეგვიძლია თალმუდიზმი, რაბინიზმი და ყველაფერი ეწინააღმდეგება აი ეს წარმოდგა ერთად ჩაკეტილი სფერო, ჩაკეტილი ჭურჭელი. ეს დაუპირისპირდა ისრაელიზმს და მის უნივერსალიზმს. მოხდა მე იუდაიზმის ასე დიასპორიზაცია და ყველა იმ შედეგი რომ ჩვენ ვიცით ეს დიასპორიზაცია და რასახები იყო დიასპორიზაცია, პოგრომები და ეს ოსმალები და ეს ანტისემიტიზმი და ყველაფერი ეს რაც ესე იგი რომ ყოფილიყო დარჩენილიყო ისრაელიზმი და მის უნივერსალიზმი ეს თარებას უსმარი იქნებოდა. ჩვენ მივდივართ იმ გზით, რომ გვინდა აღვალდორჩინო და აღვალდინო და ისრაელის უნივერსალიზმი ფუნქციონალური. და ეს უპირისპირდება რომ ყველა რელიგიის, იქ უნდა მოხდეს ყველა რელიგიის ტრანსცენდირება.
რათა აი ეს გზა, აი ეს მიზანდასახელობა იქნეს განხორციელებული. ამ ვითარებაში ეს გახდა აქტიურად ფუნდამენტი, ბაზისი. აი ამ ჩვენი ნაშრომის 45 ტომი დაიკავა ამ და შემდეგ ამის საფუძველი აღმოჩნდა უკვე რეველაციონალიზმი და აი ამის აბსტრაქცია რეჟიმი არის წარმოდგენილი და რეველაციონალიზმი, ესე იგი ეს არის 45 ტომის რეჟიმი აქტიურად. ესე იგი თუ გაიცნობთ ამას, ეხლა დავუდგენ რაზე ალაპარაკი 45 ტომში. დიახ და მეორე სტრიმ აი ამის საფუძველზე ჩამოყალიბდა უკვე პოლიტიკური იდეოლოგიური სულიერი მიმართულება, რომელსაც მიიღო მოძრაობის სახე რეველაციონის მოძრაობა. ეს უკვე ინტერნეტში შეიძლება. ესე იგი სნობა არის. თუმცა წინააღმდეგობაც არის, მაგალითად მე გერმანელი ებრაელები თავმოყრილია აშში. წინააღმდეგობას უწევენ ამ ჩვენს სოფლებს. გარკვეული თარგმანები აქვს. გერმანელმა ებრაელებმა საკმაოდ უასპეციალური თამაშეს პირველი მსოფლიო ომის წინ გერმანიაში. რაც ფაქტიურად მოხდა გერმანიაში 20-50 წლებში, ის ხდება დღეს შეერთებულ შტატებში ჩვენს ფაქტი. აი ეს გარკვეული კამათი პოლემიკა მიმდინარეობს და მე ზოგიერთ კაპიტულზე მიიწევს გათება ღამის კონგრესის ბიბლიოთეკა იქ მოხსებული, რომ ესე იგი ეს გარკვეული კონტაქტები თქონდეს ჩვენ კონგრესმენებთან, აი ამ დაძაბულ ვითარებაში როცა ანტისემიტიზმი ძვირვალებს ევროპაში და შეერთებულ შტატებში და როცა ტრამპის ადმინისტრაცია რაც ესე იგი ცდილობს რაღაცა ესე იგი გააკეთოს ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ბევრი დიდი წარმატება არა არის ის გარკვეული ვანდალიზმი ებრაული სინაგოგების წინააღმდეგ, ებრაელებს ხოცავენ და სხვა ასეთი შემთხვევები. და აი ამ ვითარებაში წინა ადმინისტრაცია ბაიდენის ეს იყო აი მეტაფორულად ვთქვათ იქ რომ ესე იგი თუ ვინმე სურდა იქ ლოცვა შეესრულებინა მინიანი საჭირო ბაიდენს ყავდა სამის ადმინისტრაციაში 10 გერმანელი ებრაელი. გარკვეული ეს საგარეო მინისტრი, იმის მინისტრი, ამის მინისტრი და 10 გერმანელი ებრაელი მომხდა. ყველა დემოკრატები, ლიბერალები და ესეთი სახის მონაწილეები მომხდების ხალხი. და მამლობებს ბაიდენის ადმინისტრაცია ესე იგი მშვიდობა დაუტოვა ქვეყანას და დღეს უკვე ვითარება სხვა არის, მაგრამ ძალიან ბევრი რამ არის მაინც გასაკეთებელი და აი სწორედ აი ჩვენ გვინდა აი ეს ახალი მოძრაობა ესე იგი მივცეთ ამას არ შეიძლება მეტი ესე იგი ზეწოლა რომ ესე იგი შევიდეს და გავცელდეს ამ შეტატებში კონდა უკვე შეერთებულ შტატებში არ დარჩა ესე იგი უნივერსიტეტი თუ რაღაც გარკვეული ასოციაცია ეროვნული ასოციაციის წამყვანი ბიბლიოთეკები სადაც ჩვენ ამბობდა პრეზენტაცია როგორ მოხდა ეს ჩვენ გვაქვს ახლა კავშირი საერთაშორისო გვინდა ეს მსოფლიო მასშტაბით გავცელდეს ეს ყველაფერი აი ეს დებულებები ეს ჩვენი პოსტულატი ჩვენი დეკლარაცია ამას უძებდა რეველაციონალისტური დეკლარაცია აქ არის ჩამოყალიბებული ყველაფერი ის პროგრამა რომელსაც ჩვენ ვითვალისწინებთ რომელიც ფაქტურად ესე იგი უარყოფს დღემდე არსებულ ყველა იზმს შეიძლება კაპიტალიზმი, კომუნიზმი, ანარქიზმი, სოციალიზმი, დემოკრატიზმი თუ ლიბერალიზმი თუ კონსერვატიზმი და სხვა. ესე იგი ჩვენ მემყარებით საბოლოო ჯამში გამოცხადებს ფენომენს. და აი ეს განწყობა, რომელიც ბატონმა უზნაძემ წარმოაჩენა, განწყობის თეორია, ამის ძირითადი ფაქტორი უჩვეულოდ გამოდის, ესე იგი რეველატორული განწყობა. თუმცა ადამიანი განწყობილია უფლისაკენ და მისათვის რომ ესე იგი შეერწყას უფალთა მის სურვილს. აი ეს განწყობა არის უკვე გარკვეული მზადყოფნა მისათვის რომ მოხდეს უფლის ინტერვენცია აი ამ მიწიერ საკითხებში. ამდენად ჩვენ ვამბობთ რომ ეს ხდება რევოლუციური შედგება ორი წესისაგან. რევოლუცია როგორც გამოცხადება და რევოლუცია. ესე იგი გამოცხადების გარეშე შეიძლება ადამიანის რევოლუცია მოხდეს და ამან გაიმარჯვოს.
ეს რევოლუციები ჩვენ ნახეთ რა იყო საფრანგეთის რევოლუცია, ინგლისის, შემდეგ რუსეთში და ეს ყველაფერი რაც იყო დაკავშირებული კაპიტალიზმთან, მარქსიზმთან, კომუნიზმთან და სხვა. მე არ მინდა შეგაცვლოთ არის და თუ შეიძლება თქვენი კითხვები თუ გექნებათ, ისეულების გავსეთ პასუხს, კაბულობანი მილიტარიზაციის ნორმალურად ეს ცივი სიმბოლო და იმედი გქონია რომ ჩვენ სხვა კომისიად შევიდოთ. რადგანაც ეს არის ახალი გზის მანიშნებელი, ახალი ორიენტაცია, ახალი წამოწყება, ვიდრე თქვენი კურთხევა, თქვენი ლოცვა და თქვენი შევინახოთ ჩვენს საინტერესო როგორც სიყვარულისა და მეგობრობის დაუღალა დიასახლის ამბლებში. ბატონ რობერტს, რომელსაც მეგობრობდა და არცაზე მიახომა მისი ჩამოსვლა და ბატონ იცხაკს ახლა მოდიოდიან და ისინი შეში ყველასთვის მეთქვა, რომ ცით ბატონი იცხაკ დავითის პროგრამს თვლის. არაჩვეულებრივი მოკლედ ვიტყვი ახლა ფერება არ მოგესწრება ჩვენ. ბატონო იცხაკ, საოცარი ლექცია წაიკითხეთ გუშინ. ამოუწყავი თემაა და ძალიან რთულია მესმის თქვენი ძალიან რთულია ყველაფრის ჩატევა რამდენიმე თუნდაც რამდენიმე საათში და თუნდაც 25 წუთში. ძალიან კონკრეტული შეკითხვა. თქვენ ბრძანეთ რომ დაიწყო ეს უჯრედის მსხრევა ისრაელის ჩამოსხვრა. მაგრამ მე რამდენადაც მზად ვარ ამ საკითხისთვის გავაგრძელებ რომ ეს მსხრევა გაგრძელდა. უკვე გაგრძელდა თვითონ ერებშიც და მანამდე გაგრძელდა ვიდრე ჭეშმარიტების თითოეული მარცვალი ღმერთმა არ გადაინახა ამ ნამსხვრევებში. იმისთვის რომ მე შეერთებით ასე ფიგურალურად. დარწმუნებული ვარ ეს ნამსხვრევებით ერთ-ერთი პირველი რომელიც შესწავლილია იქნება ქართული ნამსხვრევი. მიხვდებით თქვენ რას გულისხმობ, რა შემოინახა ქართულ ენაში, ქართულ მითოლოგიაში და ასე შემდეგ. აი მოკლედ როგორ დაახასიათებთ აი ამ ჩამოსხვრევის შემდეგ დარჩენილ ქართულ ნამსხვრევს. როგორ უკავშირდება ესე იგი ეს? და ეს როგორ უკავშირდება ეს უკვე შედეგი. ანუ ქართული რომ ქართულში რა დარჩა. ჩვენ რისი მემკვიდრე ამის თვალსა. საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხია. მოგეცემთ ასე. შორის ეს უკავშირდება ძალიან ჭირო ესე იგი ქართული პრობლემის და ქართული წარმომავლობის საკითხს. ჩვენ გავუახლოვდეთ რუსულ ენაზე, ისტორია ევროკავკაზზე, ჩვენი ქართულენოვანი ორი ნაწილების ჩვენი შევეცადეთ გაგვიშვებინა ეს პრობლემატიკა, ეს თემატიკა, ამდენადმე შევძლებთ მეგონებს და ახლა მოგახსენებთ რომ შემდგომში ამან მოდიფიკაცია განიცადა ამ ქართული ტოპიკის წარმოშობის თეორია, მათი მიგრაციები, საიდან წამოვიდნენ, როგორ მოვიდნენ და სად მოვიდნენ, რა იყო ამის მიზეზი. ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ვაიგივებთ ჩვენ ბიბლიურ გირგაშს, ქართველებთან გირგაშ, ვაიგივებთ მოხდა ის, რომ როცა მოსე იცვალა და მისმა მოწოდე იეუშუა ბინურა ნაბიმა იესო ნაბიმა ცეგი წამოიყვანა ეს ისრაელები და უახლოვდება ქანაანის ქვეყანას. ქანაანში მას დახვდა 7 ტომი, 7 სხვადასხვა ხალხი. ესენი იყვნენ ხეთები, ხივიელები, იებუსელები, ემორეთელები და ასე შემდეგ და ერთ-ერთი იყო მათგანი გირგაში. იეუშუა ის შედოვრებას იყო და შეუძლო რომ ეს ქვეყანა ჩვენ ახურად მივიღეთო ხალი ვერტიდან და მეფხობდო რომ დასტოვოთ ესო, დიახ, დასტოვოთ და
საბოლოო ჯამში ყველა ერმა გაუწია წინააღმდეგობა გარდა გილგაშისა. გილგაში ნებაყოფლობით დასრულდა ეს არქივი და მოხდა მათი გადანაცვლება ჩრდილოეთის მმართველებით. მცირე აზია, ხეთების და მონღოლიის გავლით და მათი შემოსახლება კავკასიაში, აზია-კავკასიაში ამ სახით მოხდა ეს გრადაცია. ესე იგი ფაქტიურად გილგაში უკავშირდება სწორედ ბიბლიურ გილგაში უკავშირდება ქართული ტოპების სამშობლოდ. სხვადასხვა აზია-კავკასიის ქართული ტოპებია ებრაულ თემატიკას, მცხეთა, ალმაზი, მაგინეთი, ჩვენ წამოვარდნით კორიდორების თეორია, აგრეთვე პირველი ქრონოლოგიური კორიდორი, რომელზეც მოვიდა ქართული ტომების შემოქმედება იყო, ეს იყო შემდეგ ებრაული ტომების შესახებ. ეს იყო დასავლეთის კორიდორი, კოლხეთი, ეგრისი, შემდეგ შუა კორიდორი იყო შუა ქართლის კორიდორი, ცხინვალის მმართველები, ჩრდილოეთი და საბოლოო ჯამში მცხეთა, რომელიც კარგად გვაქვს ჩვენ ეს მოდელი ქართლის ისტორიასა და მოქცევადი ქართლისა და სხვა ქართულ წყაროებში. ამხოლოდ სომხებმა წამოსწონა ეს პოლიტიკური სტუდია. ასე რომ აი ამ სახით რანდა თქვა ესე იგი როცა ქრისტიანობა უკვე შემოდიოდა და ხდებოდა ოფიციალური რელიგია, იქ არის ეს გაცი და ისინი მერთები არა, მაგრამ გიორგი შარაშიძე, სამშობლოში ქართულ ეროვნულ იმაში პარიზში გამოაქვეყნა შესანიშნავი წიგნი. აი ამ ქართულ ქართოლოგიაში ეს სამაგიდო წიგნია ფრანგულ ენაზე და ის სწორედ ლაპარაკობს იქ გიორგი შარაშიძე მოიხილავს ეთნოგრაფიას, ფოლკლორს, ხევსურეთი, ესე ყველა სახის ესე იგი თემატიკას ეხება. ალბათ შარაშიძე იქ სწორედ ლაპარაკობს იმაზე, რომ ქართული ძველი, ესე იგი ქართული ტომის ძველი რელიგია, ძველი საყოველთაობა. სხვადასხვა ზამთრის ისწრაფ ბატონილია მეორესთან პატრიარქად იყო ეს საუბარი და ჩვენ გამოვიდეთ პატრიარქი დაგვეთანხმა ჩვენ მიიღო ეს ძალება რომ ქართული ეგრეთული წარმართული ამანა მე არ უწოდებ ამ წარმართულს იმიტომ როცა შენ აღიარებ ერთ ღმერთს ეს იყო მორიგე და მე კვირია და ეს წელი პანთეონი გაგვია რა აღშეგიძლია ესე იგი თქვა რომ აქ თითქოს ძველი ქართველური ტომები ისინი ესე იგი წარმართები იყვნენ ეს ძალიან პირობითი ცნება ეს სწორედ ეს შეიმუშაოს ქრისტიანულმა რელიგია სოფლიო მასშტაბით ესე იგი მას აწყობდა გარკვეულად რომ შევიდნენ აფრიკაში მისიონერები აზიაში და სხვაგან და მათ ჩათვალეს რომ მას ყველა ეს ერები ესე წარმართები არიან აგარები თეთრი ხოდა სერიც ვერული ხოდა ესე იგი იმას წარდეს ეს თავისი ნატურალური უნებრივი უფლებამოსილება რომ ყოფილიყვნენ მონოთეისტები ისე რომ აქ მოხდა ესე იგი საბოლოო ჯამში ქრისტიანობა და ყველა რელიგია იყო ტრანსფორმაციაში მოდიფიკაცია ყველაფერი ის რაც იყო იქ ესე იგი ეს შემოვიდა ეს ახალი ნომენკლატურა ახალი ტერმინოლოგია ახალი ცნება ეს ქრისტიანული და ეს უნდა დავწროოდა აი ძველ კონცეპტოლოგიას რომელიც იყო ყოველ ერში არა მარტო საქართველოში არამედ ყველგან ასე რომ იმაჩია ძველი ქართული ტომები უკვე წარმართია არ იმაჩია ეს არის წინააღმდეგობა ქრისტიანულ დოგმატებს აბსოლუტურად არა ქრისტიანობა იყო მოდიფიკაცია შემოვიდა ეს იყო რაფინირებული ჩამოყალიბებული საზოგადოება ეკლესია და ეს სხვა გაზომილება მაგრამ ის რაც ტომებს ჰქონდათ რა ასე იყო აფრიკაში ასე იგივე ახლა აგები ლაპარაკობს იორუბას ტომი ახსენე მე იორუბას ტომი უზარმაზარი ტომია ნიგერიაში აფრიკაში მასე არის ერთი დაახლოებით 10,000 წიგნი ტომის ბიბლიოთეკაში და განიხილვა მთელი ეს ტიპი იორუბას ტომი შეისწავლა როგორც ხალხსა ბიბლიო რამიცი ისრაფია იქ-ლემბა აშანტი აკადი განა კამერული ასობით ტომი და მათ აქვს ყველას ყოველ ერთ თითოეულ ტომს აქვს თავისი დასახელება უზენაესი უფლისა იორუბას ტამ ოლოდუმარე უზენაესი ვერტიებს ოლოდუმარე ახლა შევიდა ქრისტიანი მისიონერი კათოლიკი თუ პროტესტანტი ესე იგი ფრანგული ესე იგი ინგლისური იყო მაინც ნიგერია ინგლისური ხალხი
ისმან შეიტანეს ქრისტიანობა. და უთხრეს რომ თქვენ უნდა იწამოთ ქრისტე, როგორც ასე ვთქვათ, ეს სულთანი და ის რა ქვია ბიბლია და იეჰოვა. ესე იგი მოხდა დარღვევა რაღაცა და დაირღვა მაინც არის ყველაფერი სულად ესე იგი წარმოდგენილი, იმიტომ რომ ისინი მაინც იეჰოვას სახელით შევიდიოდნენ იქ ამ ტომებში და მოქმედებდნენ მისიონერები. იეჰოვას სახელით, მაგრამ ეს იეჰოვა აღარ არის იეჰოვა, რომელიც არის მოსეს იეჰოვა ბიბლიაში. აი ეს არის და ისე დაუგერია როგორც გაღმერთებული ზეკაცი და აი ეს წამეთო. ასე რომ აი ამ სტრიხებს უნდა მიმოაქციოთ ყოველდღე დეტალები საკმაოდ რთულია და საკმაოდ მეგრული ზნობი არის და მე არ უნდა ამას შევეხო ამ ინსტიტუტის კუთხით, მაგრამ საბოლოო ჯამში აი ეს უნდა მივიღოთ რომ ესე იგი ქრისტიანობა არ განახლა არც ისლამი, იგივე ისლამში რა მოხდა. ისლამი შევიდა შეიძრა აფრიკაში, აზიაში და იქადაგა რომ არის ალაჰი და არის მუჰამედი მისი მოციქული. ესე იგი როგორც არაბები ამბობენ არაბულად ალლაჰუ აკბარ, ალლაჰუ ლა ვა მუჰამედ რასულულლაჰ არაბულად. აი ეს ისწავლეთ. მუჰამედი არის ესეთის მოციქული. მაგრამ განახლა რა ისლამმა არაფერი არ გამოახერხებია. ისლამი შეიძლება აფრიკული ისლამი თავისი მიმდინარეობით აფრიკის ყველა ქვეყანაში დაწვრილება. იქ სუფიზმი გაჩნდა, მერე ყველანაირი მიმდინარეობა ზაჰარისტები, ესეთი სუნიტები და სხვა. თავისი ფოლკლორი, თავისი პროგრამით ყველაფერი. აი ეს შესაძლებლობა სამშობლოში მოხდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა მისიონერმა რელიგიამ არაფერი არ გამოახლა ამ ხალხებს. და პირიქით გამოიწვია მათი წინააღმდეგობა, რეზისტანსი. წინააღმდეგობა გამოიწვია ეს ამაზონიაში მოხდა ამერიკის კონტინენტებზე. ესე იგი ეროვნულ ამახათ რელიგიურ მიმართულებებს, რომელიც შედიოდა იქ. ბევრი ანეკდოტის ამაზე შენობრივი ყურადღება. საბოლოო ჯამში ესე იგი ჩვენ უნდა მივიღოთ ის დეფლება, რომ ესე იგი საქართველოში მანამ სანამ შემოვიდოდა ესე იგი ეს ქართული ელემენტი უკვე იყო ებრაული ელემენტის შემოწმება. ეს ეხება აი ლაბაგებაზე დავიდი ახსენებს თავის სამუშში 23 სამუშში გართი მეშეხ მე ცხოვრობდი მესტეთში თავად აქამდე მოდიოდა მსოფლიო ეს შექმნა უზარმაზარი ისრაელის გაერთიანებული მონარქია. ეს იყო აპოთეოზი მონარქიის. შაულის შემდეგ შაული მეფე და სოლომონის შემდეგ ეს მონარქია დაიყო სამწუხაროდ. ასე რომ აი ეს ჭრიშული განახლებული ეს და ესე იგი აი ეს უნივერსალიზმი ამას ნიშნავს ებრაული ელემენტი განიკვნა ყველგან. შევიდა აფრიკაში და აფრიკული ტომები დღეს ამბობენ იგივე ლენბა, ბიბლიოისი ამბობენ და რა მოხდა ეს პარადოქსი ის იყო რომ ის რაც ისრაელისთვის იყო დამახასიათებელი განსაკუთრებით სამშობლო კანონიკაში შეინარჩუნეს აი ამ ტომები. ბიბლიო თუ აშანტიოsi სხვებს წილავენ დღესაც. ისე როგორც ისრაელები აკეთებდნენ ამას, მაგრამ იუდაიზმმა აღკვეთეს. ქრისტიანობამ არ მიიღო ეს, ესე იგი არა აბსოლუტურად სხვა მოდიფიკაცია მოხდა, სულ სხვა მიზანთა საფუძვლად წავიდა. რომ ასე ჭრიშული განხილვის საკითხი და საკმაოდ ძლიერი რთულია, მაგრამ აი საბოლოო ჯამში აი ესეთი საკითხი გვაქვს ეს საკითხი. ყველა პირველი ნაკადის შემოსვლა ებრაელს კავშირებენ ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის აღებას და სტარგებას. და ამ დროს არის ნიშნება ფაქტები, რომ ამ ნაკადის შემოსვლამდე ებრაელები მცხეთაში ცხოვრობდნენ. ანუ თვითის ნაკადი, რომელიც შემოდის მცხეთაში, ზუსტად ორიენტაცია აღებული, იცის სად უნდა მივიდეს მცხეთის მამასახლის იმხელა ნდობა უკვე ამიქ მაცხოვრებელი ებრაელების წყალობი, რომ არც დაუშალა ეგრევე მიუძომა მიწის გარკვეული ნაკვეთი. და ესე რომ მე მგონი 3000
წელი კი არა, უფრო მეტხანს მოითვლის აი აქ ებრაელების ცხოვრება. ბევრი უკავშირებს ამას ასარგადონის მიერ იუდეის დალაშქვრას. ბევრი კიდე თვლის, რომ უფრო ადრინდელ პერიოდსაც შეიძლება დაუკავშიროთ. მაშინ გამოდის, რომ აი აქ ებრაელების დასახლება უნდა დავათარიღოთ ჩვენ ძველი წელთაღრიცხვის 3200 წლით და მაინტერესებს თქვენი აზრი. სწორი შეფასება ქრონოლოგიურად პირველი კორიდორი ეს იყო დასავლეთის მიმართულებით კოლხეთი ეგრისი და მეშექი ტაუკლარჟესი და მესხეთი ახალციხე. და აი ეს არის რამაზან აღნიშნული ესე დავითის მიერ და დავითი მოღვაწეობდა მოხსებეთ ესე 1100 წლები ჩვენ წელთაღრიცხვამდე არა? აი ეს გაერთიანებული ისრაელის მონარქია. მაშინ იყო პირველი ტალღა, რომელიც შემოვიდა აი ამ კავკასიაში, აი ამ ჩვენს რეგიონებში. მეორე ტალღა იყო ეს უკვე აშურეთის დროს, όπως აღნიშნეთ, ეს და შიდა ქართლის გამოვლით შემოვიდა 10 ტომი, რომელიც გამიბნა ესე იგი მეორე საუკუნეში. და ბოლოს იუდეას სამეფოს დაცემას უკავშირდება მესამე გვიანდელი ტალღა, რომელიც აღნიშნა ქართლის ცხოვრება დიდებულად. მაშინ გამოდიოდა მეფეებმა წავიდა იერუსალიმი და მაშინ ზოლტებული გურიანი მოვიდა ჩხეტად და არბას და სხვა. ეს სამი ქრონოლოგიური ფერა. ჩვენი ცხოვრები რადგან მიდიან და ამიტომ მე პირველი მისასწრდა გადახსენდი ხომი არის ბატონი რობერტ ადარი. ბატონი რობერტი ადარი არის ჩვენი დიდი ოჯახის ერთ-ერთი მშეული წევრი, ძალიან დიდი საქმეების თავკაცი და დღეს საერთოდ ხშირად ამოგეხონდა მამაზე და მამაზე, რომ დიდი ქველმოქმედია, ჩვენ ქრისტიანობაში არის ასეთი რამე, რომ ის ვინც ყველაფერს არ გასცემს, არ არის სიკეთით სავსე. ანუ დიდება შეიძლება 1000-ობით გასცეს, მაგრამ ეს იყოს მისთვის 1% და მე იმ ადამიანების ქველმოქმედების და იმ ადამიანების გულისამჯერა, რომელიც ყველაფერს გასცემს, რაც მას ხელთ აქვს. აი ბატონი რობერტი ესეთი ასეთი ადამიანია, გულით და აქვს თავისი ორი სამშობლო და მზად არის, რომ თავისი უკანასკნელი თეთრიც გასცეს ადამიანების ვის უყვარს და ვისთვისაც გულისკარი ღია აქვს. ბატონ რობერტს აქვს არაერთი პრემია, მათ შორის აი აფშვენებს ილია ჯაგრევაძის პრემია და გადავწყვიტეთ, რომ შვიდობის ალამდარის წოდება მიგეცა, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ისტორიული წოდება. ასევე ბატონის ხალხს როცა იჯილდოს და უნდა თქვა რამდენად რომ ეს არ არის ჯილდო, ეს არის ხელშეუხებელი საქართველოს სახელმწიფოს მიერ თქვენი მოღვაწეობისა და თქვენი შემოქმედების დიდი მოწმეს გამოსცემ. ამისათვის უმეს მადლობას ქალბატონებმა და ყოველთვის იყენებთ იმ სიტუაციას, ყოველ ჩვენ ჩამოსვლაზე ამ გიტაზაში სადაც ჩამოყალიბდა ქართული სული, ააფრიალოთ ქართველთა და ებრაელთა მისათვის. დიდი მადლობა. ჯილდები თქვენი აღიარებადია და ყველაზე დიდი ჯილდო ჩემთვის თქვენი სიყვარული და ქართული ხალხის სიყვარული. დავით აღმაშენებლის სახელობის ელდავა და მედალი გადაეცა ლადო ჭელიძეს დაყოფილი საზოგადოებრივი და შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის და ქართულ ებრაულ კულტურულ ურთიერთობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
უსაყვარლეს პიროვნებას და ეს უშვენიერესი ოქროს მედალი დავით აღბაშენების სახელობის გავაგზავნო იქ, სადაც ქართველები დიდი თაყვანისებით მიდიან და მთელი მსოფლიოს ადამიანები. ასევე აი უკაცრავად, აი გვისმენს და თუ გაიმეორე. ბატონო, მოგესალმებით. დიდი სიყვარულით არცი გესმის თუ არა ჩემი ხმა. გილოცავთ გენაცვალე. გილოცავთ დავით აღბაშენების სახელობის ოქროს მედალს და ენდალმას. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჯილდო საქართველოს მწერალთა კავშირის. უფალმა დავით აღბაშენების დავით აღბაშენების გზით გადააროთ ჩემო საყვარელო, ბედნიერად იყავით. გილოცავთ. ასევე გილოცავთ. დიდხან სიცოცხლე, დიდხან. დავოცილმაია. გილოცავ და ძალიან მიყვართ, არ გული ხსნება რომ ვერ შევხვდებით უახლოეს დღეებში, მაგრამ აუცილებლად შევხვდებით მალე. ასევე მე მინდა მივულოცო ქალბატონ მარიდე ელაშვილს ამ საოცარი სიკეთითა და საოცარი ნიჭიერებით სავსე ქალბატონს დავით აღბაშენების სახელობის ენდალმა და ოქროს მედალი და ვფიქრობ რომ ადამიანები საერთოდ სხვა ქვეყანაში როცა არიან ისინი თავის ქვეყნის პატარ-პატარა ელჩები არიან და აი ქალბატონ მარიდე არის ბრწყინვალე სახე იმისით როგორი და იყოს ქართველი ქალი უცხოეთში და მულოცო ქალბატონ დიანას ასევე კულტურის ამაღლისწოდება მიენიჭა ნადია სუგაძეს ხანარ წერეთელს ჩამორთული გვარებს შესაყვარელი ადამიანების იოსებაშვილს ბატონ ალექსანდრე პელექს ჯება ლაჯიაშვილის სახელობის პრემია გადაეცა და რასახელი არის ჯება ლაჯიაშვილი ამ ორი ქვეყნისთვის და რაოდენ დამსახურებული პიროვნება არის ბატონი ალექსანდრე. დიდი სიყვარული უნდა გამოხატო მისდამი. ასევე ჯება ლაჯიაშვილის სახელობის პრემია გადაეცა ბატონ იუზა მოშიაშვილს. ასევე საოცარ გვაწმოს, საოცარ პიროვნებას, რომლის მიმართაც თითოეული ჩვენგანი არის გასწავლული დიდი პატრიოტიზმი. კულტურის ამაღლისწოდება მიენიჭა ბატონ ზურაბ ბერიაშვილს, მინდა მიულოცო ბატონ ზურაბს. კულტურის ამაღლისწოდება მიენიჭა ბატონ ზურაბ მარკაულს, მიულოცავ ბატონ ზურაბს. ეს ბატონ იცხაკს ჩვენი მწერალთა ოჯახის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო ილია ჭავჭავაძის სახელობის. ჩვენი გასაოცარი ნიჭის, ჩვენი გასაოცარი საქმეების მაგალითების მისამართი. დიდი მადლობა ხალხო. კიდევ ბატონი რობერტს ვიცი რომ ცოტა გავუსწავი და ცოტა დავაჩქარებეთ და მაგალითად